მმართველი გუნდის ინიციატივა, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ითვალისწინებს პოლიტიკური შეფასებების თემაა. გორის საკრებულოს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ აღნიშნული კომისიის შექმნა დაგვიანებულია და ეს აქამდე უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება ხალხის ძალას, პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლის განცხადებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე თავადაც აქტიურად ჩაერთვებიან. შემდეგ კი შედეგებს რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნიან. გორელი ოპოზიციონერი ლექსო ვალიაური მიიჩნევს, რომ ეს მმართველი გუნდის მიერ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. სხვა შემთხვევაში კი ამბობს, რომ აუცილებელია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ის პირებიც დაისაჯონ, ვინც ნაცებიდან ქართულ ოცნებაში დაპორტირდა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლები. 2003-2012 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში 6 თვის განმავლობაში იმუშავებს. დასკვნებსა და რეკომენდაციებს დეპუტატების საშემოდგომო სესიის დასრულებამდე გამოაქვეყნებენ. იუმორისტულ ჟანრში არიან უკვე გადასულები, ეს არალეგიტიმური, არაღიარებული ხელისუფლება. ეხლა ეს კომისიის შექმნა, რა თქმა უნდა, ისევ ერთი მორიგი ფარსი და ტყუილია, რომელთაც ისევ თავის ხარდამჭერების მოტყუებას ცდილობენ, მაგრამ თუ მაინც და მაინც ამ ლოგიკას უნდათ, რომ გაყვეს საზოგადოება, მაშინ დაიწყონ დასჯა საკუთარ გუნდში გადაპორტირებული იმ მოძალადეებისგან, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სისტემას წარმოადგენდნენ, იქნებოდა ეს მოქალაქეთა კავშირი თავის დროზე თუ მერე ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ვიცნობთ ადამიანებს აქაც და ზედა დონეებზეც ისეთ პიროვნებებს, რომლებიც ყოველთვის ყველა ხელისუფლებას ეტმასნებიან, შემდგომში ამ ხელისუფლების მნიშვნელოვან ჭანჭიკები ხდებიან. მე ვფიქრობ, რომ დაგვიანებული ეს ყველაფერი, ვფიქრობ, რომ ეს მაშინ უნდა შექმნილიყო, იმიტომ რომ მე მომიწია ოპოზიციაში ყოფნა 2005 წლიდან 2012 წლამდე და უამრავი დანაშაულია მართლა ჩადენილი. ჩვენც ერთ-ერთი თანამონაწილეები ვართ ამ საკითხის დღისა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ პირველი ის რომ წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა ოპერირებდა როგორც დემოკრატიული პროევროპული ძალა, მაგრამ რეალობაში არის კრიმინალური და მოძალადე დაჯგუფება, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა მიწის რას აკეთებდა. სამწუხაროდ ახალმა თაობამ არ იცის ეს და ტოტალური ტყუილის ფარგლებში ატყუებდნენ ახალგაზრდობას, რომ დემოკრატიული და პროევროპული ძალები არიან, ამიტომ ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ, ვინ იყვნენ და რა პოლიტიკას ატარებდნენ.